Oblidata, faccia il Christmas, meraviglia da c'è. გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხალხო. აი ედი ბალისტიკური სათვალე მაჩუქეს. ეს არ არის ფასონობა, რა ეს უნდა გავიკეთო. იმიტომ რომ შეიძლება რამე ტყვია გასკდეს ან რაღაცა და სოლის დროს ბალისტიკური სათვალე გეკეთოთ. ფანტომას ხო არა გვიوار ბატონოვანო? ნუ მე ყურადღებას რომ მომაქცევთ, ეს მეკეთოს რა. რომ მაჩუქეს ხო უნდა მეკეთოს, მაგრამ მოდი ახლა იარაღზე ვილაპარაკოთ. აი ესეთი იარაღი მაქვს და დარწმუნებული ვარ მაყურებლების 80% ვერ მიხვდება რა არის. გულზე ხელს დავიდე და პირას რომ ნახე უცებერს ვერ მიხვდი რა იარაღი იყო. ეს არის ძველი ბებერი SKS. რუსულად ეგრეა სამაზარიანი კარაბინ სიმანავა, სიმონოვის თვითდამტენი კარაბინი. რუსები როგორც საბჭოთა კავშირის დროს შეეცადნენ გაეკეთებინათ კარაბინი ნახევრად ავტომატური, რომელიც ჯარში დაინერგებოდა. გამოუშვეს რაღაცა რაოდენობა, მაგრამ მერე მიხვდნენ რომ აი ეს ჩანჩხარები და რაღაცები დაემართა და მოკლედ შეერაღებიდან ამოიღეს. დარჩა მხოლოდ იმაში რა ქვია საყარაულო სამსახურეს ავიაციაში მსახურობდი მე და ავიაციაში ესენი მქონდა იქ საპატიო ყარაულში რაღაცეებში ხლა იფიქრეს ავიაცია ხო საფეხოსანი ჯარი არ არის. ფეხოსანი ჯარი ინფანტერია. ინფანტერია არ არის, ასე რომ ჩვენ მაინც თუ მიიღო თვითმფრინავებით ომობდი და ეს არ ვჭირდებოდა, მაგრამ ნუ საყარაულო სამსახურს ჰქონდა ესენი. ეხლა მოდი თვითონ აი პლატფორმაზე ვილაპარაკოთ რა. პლატფორმა არის სუპერ კუპერ ბომბა რაღაცა რა. ებრაელების გამოშვებული ისრაელის შევეცდები ახლა გვერდზე აი ან ზემოთ ან ქვემოთ ამოვანათო თვითონ ეს რანერია, ანუ ხარკნულად გაკეთებული. მოდი ხელ ჯერ ამაზე გეტყვით, ალბათ ყურადღება მიაქციეთ რა ამას. აქ უნდა კონდეს ხიშტი, რომელიც შეკეცილია, მაგრამ რადგან ეს პლასმასია, ხიშტი მოხსნეს. დაუყენეს ეს როგორ იხსნება ზემოთ. აი ესეთი პიკოლო ხიშტი რაღაცა გამოვიდა, მაგრამ ნუ ეს უბრალოდ ლამაზი რო ყოფილიყო თვითონ მე პატრონემ გააკეთა რა. მაგრამ მქონდეს. რადგან ეს უჩვეულოა ეს რაღაცაც გამოწეული მქონდეს, მაგრამ თუ რამეა გამწარდი შეგიძლიათ ვიღაცა ვერ აქვს თვალში ატაკოთ. ან სადმე სხვა ადგილზე სადაც ეთკინება. დანარჩენი. ნახეთ ეხლა ტიპებს რა მაგარი რაღაცა მოგონებული. კონდახი, ტელესკოპური, თან საკეცი. და ხდება ესეთი რაღაცა. აგრუჯ სახელური უყენდება. ზემოდან პიკატინის თამასა, გვერდებიდან ორივე მხრიდან პიკატინის თამასა, რომელიც ეხსნება. დაბლიდან პიკატინის თამასა, ზემოდან პიკატინის თამასა. კალიბრი 7.62. რო ეძახიან ჩაულებრი, ნუ ჩაულებრი როგორ? რატომღაც გადაწყვიტეს რომ 7.62 დაარქვან აკაემის ტყვია. საჩავილაგე ოღონდ არ ვიცი, მოგეთ ბევრი ჯიბებიანი რაღაც არ ჩაიცოთ, თორე სულ რაღაცების ზევნას მოუნდებით. აი ესეთი ვაზნარი. აი ესეთი ბუთხუზა ვაზნა, სანადიროთ არის ძალიან მაგარი. ნუ დიდ ცხოველზე ვიძახი მე. მოდი აბა გავტენოთ. ანუ ამას გადმოწევთ, დარჩა ესე, მერე შიგნით არის აი ესეთი რკინა. ამას ესე ჩადებთ და რო ჩააწვევით იდეაში უნდა ჩავიდეს სულ ყველა. ესე, ნუ ეგ სიმარდეზია და ეგ შეხედეთ შიგნით რა მოხდა. ჩალაგდა ძმებივით. ამას ახლა მე ჯიბეს ჩავიდებ. პირდაპირ ვიტყვი რა რომ ესეთი რამე მე არ მისროლია.
ეს კაისი როგორ არ მისოლია თან ხშირად. მაგრამ აი ესეთ პლატფორმაზე აწყობილი ეს კაისი ნახე პირველად. კიდე ერთხელ ვიტყვი რომ ნახე ვერც ვიცანი. მოდი აბა ამ პლატფორმის როლაზე ამითი ვესვრი და სადღაც 30 მეტრზე რას იზამს. რაღაცნაირი სამიზნეა, რასაც ვერ დავინახე. შენ გენაცვალე რა. ხთამიდის ხელი. ეს რატო გაიხსნა ვერ გავიქ. დაინახეთ ესო ჩამოვიდა დაბლა. ეგ არ უნდა ეკნა. კაი მოთხილამურავესაც კი მიკეთია ეს, მაგრამ ნუ მეკეთია. წავიდეთ თან ვილაპარაკოთ. მოდი ახლა მივიდეთ ნახოთ როგორ ესოლა. ერთი საიდუმლო მინდა გაგიფხილოთ. დღეს მე-6 იარაღს ვიწერ და ცოტა ხელით თვალით შეიძლება დამეღალა, მაგრამ როგორ ჯარში მასწავლეს და ცხოვრებამ ჯარისკაცი არ აკრთება, არ იღლება და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ ამ ჩვენ გამომწერს მე ხელიდან ვერ გაუშვებდი. მით უმეტეს აი ესეთი უცნაური ძალიან გადაპრანჭული იარაღით. ასე რომ ბოლომდე თავი გამოვიდე. აბა ვნახოთ რა ვქენი. უმიზნებდი აქ. მოხდა აქ თან სამივე. ასე რომ იარაღი არის გასასწორებელი. კი გამაფრთხილა თვითონ მეპატრონემ რომ იარაღი გასასწორებელიაო. მაგრამ ეხო იმას ანიშნავს რომ მე არ მესროლა. ნუ ეხლა ვეტყვი მე ჩაუჯდებით ოღონდ დღეს არა უკვე დაღამდა და ტყეში მალე ღამდება თან ცივა. და კატასტროფულადაც მომშივდა, იმიტომ რომ დილიდან აი აქ ვზივარ და ცეცხლია თუ რა ქვია. ცეცხლი გვინთია ზემოთ. ნუ რა გითხრათ, იარაღი გასასწორებელია, ნახეთ ახლა. თვითონ იარაღის განხილვა არ მინდოდა, იმიტომ რომ ამის იარაღის განხილვა მიდევს. უკან აქ აი ესეთი თამასა, რომელიც ვერტიკალურად მოძრაობს და ჰორიზონტალურად არა. წინაც აქ აი ესეთი კორა, რომელიც ჰორიზონტალურად მოძრაობს და ვერტიკალურადაც. ამიტომ ახლა ზემოთ წაიღო და მარჯვნივ. დაბლა დასაწი მოკლედ აი მას გავასწორებთ რა. თვითონ ნახეთ, აი ესეთი პლატფორმები იყიდება. პლატფორმა ღირდაო 800 თუ 900 ლარი მივეცი, ერთი ცალი იყო დარჩენილიო და ეგეც ვიყიდეო. მე მაინც როგორც SKS იარაღს რო თქვა რომ ვემბური არა, მაგრამ ნუ დიდი რაღაც არ არის რა. რაც სახილი აქვს ისეთი რამე არ არის. გაზის უკუცემაზეა გადატენა. ნუ რუსები არიან რა რაღაცა კალაშინიკოვიდან რაღაცის გამოყვანას ეცადნენ, მაგრამ ნუ არ გამოვიდა. კიდე ერთხელ კი შეერაღებიდან მოხსნეს. მაგრამ ნუ აი ეს პლატფორმა, თან ეს პლატფორმა გაკეთებულია SKS-ისთვის, ნახეთ რა. აწერია კიდევაც. ებრალები ჭკვიანი ხალხი არიან, იციან რა უნდა გააკეთო. ჩვენ ქართველებმა რა ვიცი, გონი ტუალეტის ქაღალდსაც ვერ ვაწარმოებთ, შემოძმებო და მეგობრებო. ზოგს იარაღზე რო პრეტენზია გვაქვს. ნუ ვერ ვაწარმოებთ რა. იმიტომ რომ სხვებმა აწარმოა და ჩვენ გამოვისვათ. აი მაგ პრინციპით ვცხოვრობთ. იარაღიც ალბათ ეგრეა. მაგრამ შეხედეთ სადმე რო მიხვალთ და ზურგზე აი ესეთი მოგდებული რაღაცით. თან მაგარი მოსახერხებელია რა. თვითონ იარაღი მძიმეა, მაგრამ მოსახერხებელია. ერთ რამეს გეტყვით კიდე. ჩვენთან არანაირი იარაღის მაღაზია არ ათანამშრომლობს აბსოლუტურად და არანაირად არ
რომ ფულის კეთება ხო არ არის მთავარი ხო? მოკლედ არ მინდა ხა. წუწუნი და რაღაცა ავტე ხო? თავარია თქვენ ახართ. მეცა ვარ, ჩემზე მაგარი ტიპების გამოჩნდებიან და ვისაც იარაღად მოიტანეთ, აი როგორც ჩვენ მაგათ თანახეთ, საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებული ის არის, რა ქვია. იარაღი, წელიც აწერია ზედ. იკითხება წელი 1949 წელი აწერია, ნახე რა. აი? ნულა შეგნა როგორ არის ქრომირებულია? არა, ნულა ქრომირებული არ არის. ამის ნულა შეგნა ქრომირებული არის შავი. მაგრამ აი ესე გააკეთილშობილეს შესახედავად. იცი როგორ რაღაცა მძიმეგია, მაგრამ ხელში გიჭიროს კიდე რომ ხელში გეჭიროს, აი მაგარი რაღაც პრეზენტაბელური შესახედავია. თუ ვინმეს იარაღად მობძანდით, დამირეკეთ, შემომეხმიანეთ, კომენტარებში დამიწერეთ, შეხვდეთ, მოვიდეთ, ვისურვოთ და გავამდიდროთ ჩვენი YouTube ქართული კიდევ იარაღებით. ამითი გამოგეშვებით, კარგად ზრუნდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე. Oblidata, faccia senza spasme, la vinga da c'è.